შვედეთის დაზვერვის ცნობით დააკავეს ორი ეჭვმიტანილი პირი, რომელიც სავარაუდოდ სანქციების გვერდისავლით ცდილობდა რუსეთისთვის მიეწოდებინა სამხედრო სამრეწველო აღჭურვილობა. სტოკჰოლმში აცხადებენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს დამატებითი მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა სასამართლო დოკუმენტაციის მიხედვით, რომელსაც სააგენტო France Press-ი გაეცნო, მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ეჭვმიტანელთა მიერ უხეშად სავარაუდოდ 2025 წლის ივნისიდან მიმდინარე წლის მაისამდე პერიოდში სისტემატურად ირღვეოდა. შვედეთის უსაფრთხოების სამსახური ძალიან სერიოზულ ყურადღებას აქცევს სანქციების დარღვევის საკითხს და ატარებს გრძელვადიან მიზანმიმართულ ძალისხმევას, რათა რუსეთს შეეზღუდოს სანქციებისთვის გვერდისავლის შესაძლებლობა. ეჭვმიტანელთაგან ერთ-ერთი 8 მაისიდან იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, მეორე კი 10 მაისიდან. შვედეთის უსაფრთხოების სამსახური საკმაო ხანია მუშაობს ამ საქმეზე. გამოძიებას ატარებს ეროვნული უსაფრთხოების ქვედანაყოფის პროკურორი. 2025 წლის ივნისში გამკაცრდა კანონმდებლობა სანქციების შესახებ. ამჟამად კანონი ითვალისწინებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას სანქციების დარღვევის მცდელობისა და ხელშეწყობისთვის. სერიოზული სამართალდარღვევის შემთხვევაში სასჯელის ზომა არის თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე ვადით. დანაშაულის ეს ფორმა ხშირად წარმოადგენს მრავალეტაპიან პროცესს, რამდენიმე შუამავლის მონაწილეობით. შვედეთი არ უნდა გამოიყენებოდეს სანქციების გვერდისავლის პლატფორმად უცხოური სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის მიერ. საბოლოო ჯამში შვედური ნაწარმი და ტექნოლოგიები არ უნდა მოხვდეს რუსი სამხედროების ხელში. საქმის პროკურორის განცხადებით, ეჭვმიტანილებს ბრალი უნდა წარედგინოთ 5 ივნისამდე. შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ამ დრომდე უნდა უზრუნველყონ საფუძვლინის მტკიცებულებების წარმოდგენა. სკანდინავიური სახელმწიფო უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდანვე შეუერთდა მოსკოვის საწინააღმდეგო სანქციებს. ტანკ საწინააღმდეგო იარაღი, ჯავშან ტექნიკა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და საარტილერიო საბრძოლო მასალა. ეს ის არასრული ჩამონათვალია, რითაც სტოკჰოლმი კიევს 2022 წლის შემდეგ ეხმარება. ამასთან ერთად შვედი ინსტრუქტორები მონაწილეობენ უკრაინელი სამხედროების მომზადებაში, ხოლო შვედეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას.